მოგესალმებით, მე ვარ სპორტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბერი პატარაია. ვკითხულობ სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია, ასევე ვარჯიშებით თერაპია. რომელი სპორტის სახეობა არის ყველაზე ტრაუმული? გამიჭირდება რომ დავასახელო, იმიტომ რომ ყველა სპორტის სახეობაში არის ტრავმები და დაზიანებები. რომელი თერაპიაა დღეს ყველაზე ეფექტური სპორტსმენისთვის? ყველაზე ეფექტური მკურნალობა ეს იქნება თერაპიული პირველ რიგში მკურნალობა და მერე რეაბილიტაცია. რატომ არის პრევენცია სპორტში კრიტიკული მნიშვნელობის? წელიწადში ორჯერ, როგორც წესი, გადიან საექიმო კონტროლს და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ერთგვარად გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები. რა არის თანამედროვე სპორტულ მედიცინაში ყველაზე დიდი პროგრესი? MRI კვლევას დავასახელებდი, რომ ბოლო წლებში არის აქტუალური და მნიშვნელოვანი და რეაბილიტაციის კუთხეც არის ძალიან დიდი წვლილი. რა უნდა გაითვალისწინოს სტუდენტებმა თქვენ ლექციაზე შემოსვლისას და რას ურჩევდით მათ? პირველ რიგში მინდა მოუწოდო სტუდენტებს, რომ ჩემს მეცადინეობაზე ყოველთვის იყვნენ მზად იმისათვის, რომ საექიმო კონტროლისთვის აუცილებელი ტესტები უნდა ჩაატარონ თვითონ და გააკეთონ ეს ტესტები უშუალოდ მეცადინეობის პერიოდში.